ვაგრძობთ გამოშვებას. თბილისის 53 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი კვლავ შეწყვეტილია. დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უკვე დანიშნა, თუმცა პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები უკან დახევას არ აპირებენ. საპროტესტო აქციები დღეს სამინისტროსთან და სკოლასთან ისევ გაიმართა, სადაც სირცხვილის დერეფნებიც მოაწყვეს. დღე განათლების სამინისტროში პროტესტით დაიწყო. 53 საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები სამინისტროსთან ბევრი პლაკატითა და ერთი მოთხოვნით მივიდნენ. ძალადაკარგულად გამოცხადდეს მინისტრის ბრძანება და მარიამ რამინაშვილის სკოლის დირექტორად დაბრუნდეს. სიმბოლური 64 თეთრი მოსწავლეების პლაკატების მთავარი შინაარსი იყო. მათი განცხადებით განათლების სამინისტროში და აუდიტის დასკვნის მიხედვით, სწორედ ეს 64 თეთრი გახდა დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, რადგან ბუღალტრის შეცდომის გამო ფინანსურ დარღვევად ჩაითვალა. ჩემი აზრით და ჩემი კოლეგების აზრით ეს იმდენად არაადეკვატური დასკვნა არის და მიზანმიმართული არის, რომ ადამიანს რომ უნდათ რომ მოხსნან და პატარა საბაბს რო ეძებენ, ზუსტად ეს არის. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ დაგვიბრუნა 53 სკოლის საუკეთესო დირექტორი მარიამ რამინაშვილი. სასწავლო პროცესი არ გაგრძელდება მანამ, სანამ დირექტორად მარიამ რამინაშვილი არ დაბრუნდება. ეს გადაწყვეტილება მასწავლებლებმა მშობლებთან შეთანხმებით 2 დღის წინ მიიღეს. მარიამ რამინაშვილს თუ თანამდებობაზე არ აღადგენენ, 80-მდე მასწავლებელი მზად არის სამსახური დატოვოს. თავად მარიამ რამინაშვილი განათლების სამინისტროსთან მოგვიანებით გამოჩნდა. განცხადება შიდა აუდიტის დასკვნის განხილვისა და გამოვლენილი ფინანსური დარღვევის განულების მოთხოვნით სამინისტროში მან ადვოკატთან ერთად შეიტანა. არ არის გამორიცხული სარჩელი სასამართლოშიც შევიდეს. შანსი მივეცით სამინისტროს, რომ თავად გადახედოს სამართლებრივად მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ადეკვატურობა შექმნილ რეალობასთან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ეკა გახარიას დანიშვნის შესახებ ახალი საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდა. მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილმა სკოლასთან გადაინაცვლა, რომ ახალი დირექტორისთვის სკოლაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. ეკა გახარია სკოლაში დღეს არ მისულა, თუმცა სირცხვილის კორიდორში გავლა ერთ მასწავლებელს მოუხდა. ქეთევან-ჩოქურის სამინისტროსთან პროტესტს არ შეერთებია. როგორც აღმოჩნდა, მარიამ რამინაშვილს სკოლაში მომხრეების გარდა მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. რაც აქ ხდება, ეს არის ეთიკის, ზნეობის, ყველაფრის დარღვევის კულმინაცია. მე იმედი მაქვს, ეს ბავშვები აუცილებლად ცოტა ხანში დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ არ არიან მართლა. განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია შეწყდა, თუმცა დაძაბული აღმოჩნდა საინიციატივო ჯგუფის წევრების შეხვედრა მინისტრთან. შეხვედრიდან გამოსულმა პედაგოგებმა თქვეს, რომ მინისტრს არასწორი ინფორმაცია აქვს, რადგან გენინსპექციის დასკვნაში შეცდომებია. აუცილებლად მიმართავთ პრემიერს და მოვითხოვთ საქართველოს განათლების სამინისტროს მუშაობის შესწავლას, ანუ აუცილებლად მოვითხოვთ ასევე სახელმწიფო აუდიტის შემოსვლას განათლების სამინისტროში. თამარ სანიკიძე ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამბობს, რომ გენინსპექციის დასკვნა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურაშია გადაგზავნილი. დარღვევები ეხება აუქციონის წესს და იქ არსებულ დარღვევებს და არასწორად გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მიუღებელ თანხებს, ხელშეკრულებასა და ხელშეკრულებას შორის საიჯარო ხელშეკრულებები მაკხედველობაში, როდესაც არის წყვეტა, ამ პერიოდში ხდებოდა იმ ფართის მოხმარება, რომლისთვისაც არ არსებობდა საფუძველი. ფინანსური გადაცდომა ფლანგვა ბიუჯეტის ან არასწორი ფინანსური ოპერაციები არც ერთი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადება ამ დასკვნაში, მსგავსი ასეთი რა არ არის. მინისტრის ინფორმაციით 53 სკოლაში ახალი დირექტორი ხვალიდან მივა. ეს ინფორმაცია უკვე იცია სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. ისინი საკლასო ოთახებს არ დაუბრუნდებიან მანამ, ვიდრე მარიამ რამინაშვილს თანამდებობაზე არ აღადგენენ.